ახალმთვარეობის მედიტაცია 29 იანვარს ზოდიაქოს ნიშნებისთვის. ნაწილი პირველი. დღეს ვისაუბრებ იმაზე, თუ რა მედიტაცია უნდა გააკეთონ კურვოებმა, ქალწულებმა, თხისრქებმა, ტყუპებმა, სასწორებმა და მერწყულებმა, რომ მათი აზრები და ქმედებები კოსმოსთან ჰარმონიაში იყოს. 29 იანვარს არის ახალმთვარეობა მერწყულის ზოდიაქოს ნიშანში. მე ვარ გიორგი ხუბულავა, ასტროლოგი. მაშასე დავიწყოთ კუროთი. კუროებმა 29 იანვარს ახალმთვარეობას 10-15 წუთის განმავლობაში კომფორტულად მოკალათით მისაღებ ოთახში. ჯდომის რაიმე კონკრეტული პოზა არ არის აუცილებელი. თავარია მოეშვით, დახუჭეთ თვალები, რამდენიმეჯერ ღრმად ჩაისუნთქეთ და ამოისუნთქეთ. თვალდახუჭულმა წარმოიდგინეთ თქვენი თავი თქვენთვის ნაცნობ ადამიანებთან ერთად, როგორც ცეკვავთ წრეში სასიამოვნო მუსიკაზე რიტმულად და ჰარმონიულად ხელი-ხელ ჩაკიდებული. თქვენი გონება მიმართეთ მხოლოდ ამ სურათისკენ და სხვა თქვენ დაუნებურ აზრებს ყურადღებას ნუ მიაქცევთ. მედიტაციის დასასრულს კი ნელ-ნელა აღიდგინეთ თავდაპირველი მდგომარეობა და დაუბრუნდით ყოფით გარემოს. გადავიდეთ ქალწულებზე. ქალწულები 29 იანვარს ახალმთვარეობას 10-15 წუთის განმავლობაში კომფორტულად მოკალათით თქვენს ოთახში. ჯდომის რაიმე კონკრეტული პოზა არ არის აუცილებელი. თავარია მოეშვით, დახუჭეთ თვალები, რამდენიმეჯერ ღრმად ჩაისუნთქეთ, ამოისუნთქეთ. თვალდახუჭულმა წარმოიდგინეთ თქვენი თავი რადიოგადამცემ სადგურში. თუ როგორ ავრცელებთ ტალღებს და სიგნალებს შორეულ მანძილებზე. თქვენი გონება მიმართეთ მხოლოდ ამ სურათისკენ და სხვა თქვენ დაუნებურ აზრებს ყურადღებას ნუ მიაქცევთ. მედიტაციის დასასრულს კი ნელ-ნელა აღიდგინეთ თავდაპირველი მდგომარეობა და დაუბრუნდით ყოფით გარემოს. გადავიდეთ თხისრქაზე. თხისრქები 29 იანვარს ახალმთვარეობას 10-15 წუთის განმავლობაში კომფორტულად მოკალათით მისაღებ ოთახში. ჯდომის რაიმე კონკრეტული პოზა არ არის აუცილებელი. თავარია მოეშვით, დახუჭეთ თვალები, რამდენიმეჯერ ღრმად ჩაისუნთქეთ და ამოისუნთქეთ. თვალდახუჭულმა წარმოიდგინეთ თქვენი თავი ტბის პირას. თუ როგორ იყურებით წყალში და ხედავთ ხეებს, ცას, ჩიტებს, ყველაფერს, რასაც წყალი ირეკლავს. თქვენი გონება მიმართეთ მხოლოდ ამ სურათისკენ და სხვა თქვენ დაუნებურ აზრებს ყურადღებას ნუ მიაქცევთ. მედიტაციის დასასრულს კი ნელ-ნელა აღიდგინეთ თავდაპირველი მდგომარეობა და დაუბრუნდით ყოფით გარემოს. გადავიდეთ ტყუპებზე. ტყუპები 29 იანვარს ახალმთვარეობას 10-15 წუთის განმავლობაში კომფორტულად მოკალათით სიბნელეში. ჯდომის რაიმე კონკრეტული პოზა არ არის აუცილებელი. თავარია მოეშვით, დახუჭეთ თვალები, რამდენიმეჯერ ღრმად ჩაისუნთქეთ, ამოისუნთქეთ. თვალდახუჭულმა წარმოიდგინეთ თქვენი თავი თუ როგორ გადადიხართ უფსკრულზე და გადიხართ სამშვიდობოს სრულიად ახალი ენერგიით. თქვენი გონება მიმართეთ მხოლოდ ამ სურათისკენ და სხვა თქვენ დაუნებულ აზრებს ყურადღებას ნუ მიაქცევთ. მედიტაციის დასასრულს კი ნელ-ნელა აღიდგინეთ თავდაპირველი მდგომარეობა და დაუბრუნდით ყოფით გარემოს. გადავიდეთ სასწორზე. სასწორები 29 იანვარს ახალმთვარეობას 10-15 წუთის განმავლობაში კომფორტულად მოკალათით საძინებელ ოთახში. ჯდომის რაიმე კონკრეტული პოზა არ არის აუცილებელი. თავარია მოეშვით, დახუჭეთ თვალები, რამდენიმეჯერ ღრმად ჩაისუნთქეთ, ამოისუნთქეთ. თვალდახუჭულმა წარმოიდგინეთ თქვენი თავი ძალიან დიდი ხის პირისპირ. ხე ძალიან დიდია და ფესვები ღრმად აქვს გადგმული მიწაში. თქვენ კი ამ ფესვებზე დგახართ და ხეს უყურებთ. თქვენი გონება მიმართეთ მხოლოდ ამ სურათისკენ და სხვა თქვენ დაუნებურ აზრებს ყურადღებას ნუ მიაქცევთ. მედიტაციის დასასრულს კი ნელ-ნელა აღიდგინეთ თავდაპირველი მდგომარეობა და დაუბრუნდით ყოფით გარემოს. და დღეისთვის ბოლო, მერწყულები. მერწყულები 29 იანვარს ახალმთვარეობას 10-15 წუთის განმავლობაში კომფორტულად მოკალათით სიბნელეში. ჯდომის რაიმე კონკრეტული პოზა არ არის აუცილებელი. თავარია მოეშვით, დახუჭეთ თვალები, რამდენიმეჯერ ღრმად ჩაისუნთქეთ და ამოისუნთქეთ. თვალდახუჭულმა წარმოიდგინეთ თქვენი თავი უღრან ტყეში, რომელსაც მთვარის შუქი ანათებს და სადაც უამრავი ფარული ბილიკია. შეიგრძენეთ სიტუაცია და ატმოსფერო. თქვენი გონება მიმართეთ მხოლოდ ამ სურათისკენ და სხვა თქვენ დაუნებურ აზრებს ყურადღებას ნუ მიაქცევთ. მედიტაციის დასასრულს კი ნელ-ნელა აღიდგინეთ თავდაპირველი მდგომარეობა და დაუბრუნდით ყოფით გარემოს.